მორჯობოთ. თავიდან ეკრანი შავ-თეთრი იყო. იშვიათი და ცუდად აჩვენებდა. შემდეგ ფერები დაემატა, გალამაზდა. გამოსახულების სიმკვეთრე შეიძინა. შემდეგ ჯიბით სატარებელ მოწყობილობად გადაიქცა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ეკრანებით აივსო. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მობილური ტელეფონის, პლანშეტის, ტელევიზორის გარეშე არის ყოველდღე წარმოუდგენელი. მანქანაშიც კი, სადაც ადამიანი წესით გზას უნდა უყურებდეს, დიდი ლამაზი ეკრანი აყენია და ანათებს. ყველაფერი, რაც ინფორმაციას უკავშირდება ეკრანს. თუ ტელეფონი არ გაქვთ, საზოგადოებრივ ცხოვრებას გამოეთიშებით. ეს არის ინფორმაციის მიღებისა და გაცემის ყველაზე უფრო მოხერხებული და იაფი საშუალება. მობილურ ტელეფონს აქვს ორი ასპექტი. ერთი არის სულიერი, მეორე არის მატერიალური. მოდით ორივე მათგანი განვიხილოთ. რა სუსტ წერტილს აწვება ტელეფონი, რომ ასე კვიდრად მოიკიდა ჩვენში ფეხი. ღმერთმა ადამიანი რო შექმნა თავის ხატად და მსგავსად. და ადამიანს აჩუქა წარმოსახვის უნარი, რომ ადამიანს შემოქმედება შესძლებოდა, რომ წარმოედგინა, როგორი იქნება მაგალითად ლამაზი ნახატი და შემდეგ დაეხატა. როგორი იქნებოდა ლამაზი ქანდაკება და შემდეგ გამოეძერწა და ასე შემდეგ. რომ ადამიანს შეძლებოდა დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება. ეშმაკმა შესთავაზა ბოროტებით განღრთობა, ცოდვით რომ გამხდარიყო ღმერთი. ადამიანს დაუზიანდა წარმოსახვის უნარი. ხეო ცნობადისა და კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხე კარგი სანახავი იყო. ადამიანი რომ მივიდა, თვალი მოსწყვიტა ამ ხემ. რა თქმა უნდა, 60-ის ხე ლამაზი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რახან ცოდვას დაუკავშირდა ხესთან მიახლოება, ადამიანს დაუზიანდა წარმოსახვის უნარი და გაუჩნდა ავადმყოფური მოთხოვნილება, რომ მუდმივად იცხოვროს ავადმყოფურ ცოდვილ ოცნებებში. ფერადი ეკრანი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე პირდაპირ აკმაყოფილებს ადამიანის ამ ავადმყოფურ მოთხოვნილებას. ცოდვის მოთხოვნილება შედარებული არის ნარკოტიკთან. როგორც ნარკომანს აქვს მოთხოვნილება, ასე ცოდვილ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ უწყვეტად ცოდოს, რომ დოზა არ მოაკლდეს. და ტელეფონი ადამიანს ხელფეხს უხსნის ყველანაირ წარმოსახვაზე, რაც გინდათ აკრიფეთ და 1000 წელი რომ უყუროთ, ის არ გათავდება. მოგაწოდებთ იმას, რისი ნახვაც თქვენ გინდათ. რადგან ადამიანი ცოდვაში ისახება და ცოდვაში იბადება, წაბილწული, გაცოდილებული. ადამიანს ბავშვობიდან აქვს მოთხოვნილება ცოდვაზე. ბუნებრივად მიდრეკილია ბოროტებისკენ. ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ ტელეფონი ვინმემ გამოიყენოს სასიკეთოდ. ძირითადად ბავშვები ტელეფონს იყენებენ, რომ ბოროტებაში გაიზარდონ. ეშმაკმა კარგად იცის სურათების და გამოსახულებების გავლენა ადამიანის გონებაზე. ეს ახსოვს, ის იქ იყო, როცა ადამი და ევა აკრძალულ ნაყოფს იპარავდნენ, ის იქ იყო. მსგავსი რამ სცადა განკაცებულ ღმერთთან. მაცხოვარს, როცა აცდუნებდა, გამოუსახაო წუთისოფლის დიდება, გამოხატვითა ჟამთაითა. წმინდანებს უწერიათ, რომ ოცნებებში, არა შინაგანად, არამედ გარედან ოცნებებში გამოუსახაო ის, რისი ყურებაც
ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს ტელეფონში. წუთი სოფლის დიდება. მაცხოვარმა უარი თქვა ამ უხილავი ტელევიზორის ყურებაზე და ამით მაგალითი მოგცა, როგორ მოვეპყრათ გინდ ხილულ და გინდ უხილავ ოცნებებს, ცოდვის შეთავაზებებს. ადამიანებს რომ გვაქვს რაღაც გადაულახავი მიზიდულობა ტელეფონის მიმართ, ეს არის ჩვენი ცოდვის მოთხოვნილების შედეგი. ეკრანი გვპირდება ხოლმე ამქვეყნიურ სამოთხეს, წარმატებას, სიმდიდრეს, ყველანაირ სიკეთეს. შედეგად იფლანგება ჩვენი უძვირფასესი დრო, ენერგია, ფული და შემდეგ მივდივართ ოფთალმოლოგთან. ნაცნობმა თვალის ექიმმა მითხრა, 10-დან 9 პაციენტი ეს არის ბავშვები. ერთი არის მოხუცი, 80 წელი და ზევით. როგორ მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება? ღვთის შიშით. უფალმა მაცდუნებელს ასე უთხრა, ღმერთს თაყვანი ეცი და მას მხოლოსა მსახურებდე. გონება უნდა მოვწყიდოთ ცოდის შეთავაზებებს, ცოდის მსახურებას და ვიფიქროთ ხოლმე არა წარმოსახვით სიმდიდრეზე, არამედ რეალურ სასუფეველზე და რეალურ ჯოჯოხეთზე. ეკრანი გახდა ოცნებების და ფანტაზიების მთავარი დისტრიბუტორი. ეს არის ძალიან სერიოზული შემოტევა და ამ სერიოზულ შემოტევას არასერიოზული გაბრძოლებით ჩვენ ვერ მოვერევით. რაში შეიძლება გამოვიყენოთ ტელეფონი? რაღაც ჩარჩოებში რომ მოვაქციოთ. აი ამბობენ, რომ ტელეფონით შეიძლება სულიერებაში გაზრდა. ტელეფონით შეიძლება მხოლოდ მიუმართოთ თავი სულიერებაში გასაზრდელად. და რატომ? ადამიანი რაზეც არ შრომობს, იმას არც აფასებს. როცა ჩვენ წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ ენერგიას ვხარჯავთ, რომ ტექსტიდან ენერგია ამოვიკითხოთ, ინფორმაცია ამოვიკითხოთ. და შემდეგ რახან ვშრომობთ, ამ ნაშრომს ვაფასებთ ხოლმე. ტელეფონით ინფორმაცია მოგვეწოდება გამზადებული. აი როგორც პირი გააღო და კოვზით ლუკმა ჩაგიდონა. ამიტომ გონება ამას არ აფასებს და მალევე შლის. კიდე ვიპოვიო, კიდე მოვძებნიო. შედეგად ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო და ეს გადადის ჩვევაში. როდესაც გონება წლების მანძილზე ეჩვევა ინფორმაციის მუდმივ წაშლას, ადამიანის ანალიტიკური აზროვნება ქვეითდება. ტელეფონი არ არის ბოლო გაჩერება. აი თქვენ ყველა მიცით, უკვე არსებობს მოწყობილობები, რომელიც ადამიანის ტვინში მონტაჟდება და შესაძლებელია კომპიუტერთან პირდაპირ დაკავშირება. უკვე არსებობს რაღაც კომპანია, რომელიც ვირტუალურ სამყაროში აშენებს ვირტუალურ ქალაქს, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ბინა, მოიყვანოთ ცოლი, გყავდეთ შვილები, აკეთოთ რაც გინდათ. გადაიხდით თვეში 50, 100, 150 ლარს და იცხოვრებთ ოკეანის სანაპიროზე 100 მილიონიან ვილაში. რაც გინდათ ის გააკეთეთ, თუ გინდათ პლანეტა მართეთ. ეს იქნება უდიდესი შეთავაზება ამ აყიდა ვერცხლისმოყვარე ადამიანებისთვის, რომ მთლიანად მოწყდნენ რეალობას. რეალობიდან მოწყვეტით ადამიანი დაკარგავს სასუფეველს. მოდით ახლა მატერიალური თვალსაზრისით განვიხილოთ, რა არის ტელეფონი. როდესაც ტყეში გზა გაყავთ, ეს არ კეთდება ირმების საკეთილდღეოდ. მონადირე გზას იკეთებს ხოლმე, რომ თავისუფლად იაროს. როცა საბავშვო ბაღის თავზე მობილურის სადგური დგება, ეს იმიტომ არ კეთდება, რომ ბავშვები იყვნენ კარგად. როცა გაძალებენ,
რომ რესტორნიდან საჭმელი გამოიძახოთ, ეს იმიტომ არ კეთდება, რომ თქვენ არ მოგშივდეთ. ისინი აკეთებენ თავის საქმეებს, რომ თვითონ გამდიდრდნენ, თვითონ ფეხი მოიკიდონ ამ სამყაროში. თქვენ გიყურებენ როგორც შინაურ ცხოველებს, რაღაც რესურსი, რომელიც თავისი მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. სიტყვაც კი გაჩნდა ასეთი ადამიანური რესურსების მართვა. ჩვენ ტელეფონი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საქმეებისთვის. დანით შეიძლება ხორცი დაჭრა საკუთარი, შეიძლება სადილი გააკეთო. მანქანით შეიძლება ადამიანი ექიმთან მიიყვანო და გადაარჩინო. შეიძლება ხრამში გადაიგდო თავი. ტელეფონს უნდა მოვეპყრათ დიდი სიფრთხილით. ჩვენ უყურებთ როგორც სათამაშოს, მაგრამ ეს არის იარაღი. იფიქრეთ ხოლმე, დღეს რომ გარდავიცვალო, iPhone 57 გამომადგება რამეში. ღვთის წინაშე უნდა დავდგეთ, თითოეულ ჩვენ საქმეზე, სიტყვაზე, შინაგან მდგომარეობაზე პასუხი უნდა ვაგოთ. და არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც რიგში დგებიან, ერთი კვირით ადრე, სანამ გაყიდვაში გამოვა, დადგებიან ხოლმე რიგში, იქ ჭამენ, სვავენ, ძინავთ ქუჩაში, რომ პირველებმა იყიდონ. ტელეფონს უნდა გქონდეს 1000 ადგილი თქვენ ცხოვრებაში. ეს უნდა იყოს უბრალოდ როგორც რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთი. როგორც არეცხის მანქანა, უთო, ჩაიდანი. ქუჩაში ჩაიდნით ხომ არ დადიხართ? უთოს თან ხომ არ ატარებთ? გამოიყენეთ თქვენ საქმეებზე, დადეთ და დაივიწყეთ. ჩვენ მონათლულ ადამიანებს გვაქვს დიდი საქმე გასაკეთებელი. ეს არის იმ სასუფეველში დაბრუნება, საიდანაც გამოგდებულები ვართ. და ტელეფონში ყურებით სასუფეველში ვერ დაუბრუნდებით. ტელეფონით შეიძლება მხოლოდ მიმართულების მიცემა. თითოეულ თქვენგანს სახლში უნდა გქონდეს ბიბლიოთეკა, წმიდა მამათა შრომები, როგორც რუკა, როგორ ვიაროთ სასუფევლისკენ. მაშინ ტელეფონს ექნება სწორი გამოყენება, საცხოვნებელი გამოყენება. მერთხელ გაგახაროთ.